მესხური ფურნი ახალციხის სოფელ ღრელში, სადაც შეგიძლიათ მესხური ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. საკონდიტროები ახალციხეში, სადაც უგემრიელეს ტკბილეულთან ერთად შეხვდებით ტრადიციულ საკონდიტრო ნაწარმსაც. სხვადასხვა სახეობის პურის საცხობები, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრები მასაჟისთვის, თავის მოვლის და ტატუს მოშორებისთვის. ეს იმ ბიზნესთან მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ევროკავშირი ფინანსურად დაეხმარა, რათა თავიანთი წარმოება გაეფართოვებინათ. მათ შორისაა საკონდიტრო და პურის საცხობის საწარმო, მისი დამფუძნებლის ლალი სამსონიძის თქმით ბიზნესი 10 წელია აქვს. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის ფარგლებში ევროკავშირისგან 60,000 ევროიანი გრანტი მიიღო, რითაც წარმოება გააფართოვა და ახალი დანადგარები შეიძინა. ვაწარმოებთ პურს, ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს ორი მიმართულებით, როგორც კლასიკური, ასევე ფრანგული ხაზით. 170,000 ლარით ავიღეთ გრანტი. ეს არის უდიდესი ხელშეწყობა მეწარმისთვის. ზუსტად იმ მომენტში მოგვისწრო ჩვენ დაფინანსება, როდესაც გვეგონა, რომ გზას ვეღარ გავაგრძელებდით და ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი. დასაქმებული მყავს 140 ადამიანი. ევროკავშირის მიერ ახალციხეში დაფინანსებული პროექტები ჰექსეპერ ჯორჯიას ორგანიზებით ქვემო ქართლში მსხოვრებმა ბიზნესის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ეს სწორედ ის ბიზნესებია, რომლებმაც ასევე ევროკავშირის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. მათ ახალციხეში ასევე მოინახულეს მესხურ ტრადიციულ საფუარზე დამზადებული ტრადიციული პურის საცხობი კალო. ნახევარფაბრიკატების და საკონდიტრო საწარმოები, პურის საცხობები და ესთეტიკის ცენტრები, სადაც თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებია თავმოყრილი. მუშაობ ესთეტიკაზე, მასაჟებზე, გადავწყვიტე, რომ გამეფართოვებინა ფართი და მქონოდა თანამშრომლები, იმიტომ რომ მე მარტო მუშაობდი. ამის გამო გადავწყვიტე გრანტის დაწერა. დავწერე გრანტი 25,000-ზე მეტი თანხა მივიღე, გავაფართოვე სილამაზის სალონი გავხსენი პირველ სართულზე, მეორე სართულზე გავხსენი ესთეტიკის სფერო, რომელშიც დავამატე აპარატურები, ცივი პლაზმა და კარბოლიფტინგის და ტატუს მოსაშორებელი აპარატი, მომხმარებლებს სჭირდებოდა ძალიან. ვიფიქრეთ, რომ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი, ადრე ვიყავით სოფელში. ახლა პროექტის მეშვეობით ვართ ქალაქში. პროექტის დახმარებით ბევრი რამ შევიძინეთ ფურნისათვის. ჩვენი ინიციატივი და ის იყო, რომ ახალციხეში გახსნას ისეთი ფურნე, sadაც ნაირი პურები იქნება. ევროკავშირის მეშვეობით საცერი ვიყიდეთ, ცომსაჭრელი, საგუნდავებელი. ეს მეორეც ჩვენ ვიყიდეთ, ხო, ჩვენი თანამოწმობებით ვიყიდეთ კიდე ფურნე. ოფიციალური მონაცემებით პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო ქართლში 33 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე თანხა 2,600 ლარის ოდენობის იყო, ხოლო ყველაზე დიდი 171,000 ლარისა. ქვემო ქართლში არსებული სხვადასხვა სახის ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით მნიშვნელოვანია მსგავსი სახის სტუმრობები, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ და სხვისი გამოცდილებები გაიზიარონ. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საწარმოებისთვის ეს გაცვლითი პროგრამები, რადგან ვიცნობთ ერთმანეთის ბიზნესებს, ვეცნობით სპეციფიკას, საჭიროებებს, ვცვლით საჭირო კონტაქტებს და ვაგროვებთ მეტ გამოცდილებას ამ სფეროში, ვეხმარებით ერთმანეთს. ევროკავშირის დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესებისთვის, რადგან გავზარდოთ წარმოება, მივაღწიოთ უფრო ისეთ ეტაპებს, რომელიც უფრო გამართული და ფეხზე დამდგარი პროექტები და ბიზნესები იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხარდაჭერას, იმიტომ რომ დიდი სტიმული მომცა განვითარებაში მხარდაჭერით, მათ მხარდაჭერით ძალიან ბევრად განვითარდი და ჩამოსვლით, მოწვევით დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი.
დასვენებასთან ერთად, საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, საინტერესო ადამიანებთან ერთად კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე. სამცხე-ჯავახეთში ბევრად მეტად განვითარებული ყოფილა სილამაზის სივრცეც და ბევრი სხვა სივრცეც სხვათა შორის და სტიმული მომეცა იცით რომ ნახეთ თქვენი სილამაზის სალონები და ესეთიკის ცენტრები სტიმულია ჩვენთვის ერთგვარი რომ და დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მხარდაჭერით კიდევ ჩავერთვებით პროექტებში და კიდევ უფრო განვითარდებით ჩვენს. პროექტი ჰექსეპერ საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.